ყველა ეს ფაქტორი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს კუბა. პირველ რიგში, ტრამპს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რომ მიიწეროს კიდევ ერთი გამარჯვება დასავლეთ ნახევარსფეროში და ამ კალენდარს მიამატოს მიგელ დიას-კანელი, კუბას ამჟამინდელი პრეზიდენტი. ეს არის პრესტიჟის და ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი, რადგან ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, ვინც ამას შეძლებს, თუ შეძლებს, რა თქმა უნდა. ჩვენ კი ყველამ ვიცით ტრამპის საყვარელი ფრაზა. You're going to see things that you've never seen in this country before at levels that nobody's ever seen before. So we've done numbers that nobody's ever seen before. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესები და მარკო რუბიოს ფაქტორი. მარკო რუბიო, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, არის ტრამპის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავად რუბიო კი კუბელი ემიგრანტების შვილია. ამერიკაში გადასახლებული კუბელებისათვის კასტროს სოციალისტური რევოლუცია ხშირად ასოცირდება პირად ტრაგედიასთან, დაკარგულ საკუთრებასთან, დაკარგულ სახლთან და ემიგრაციასთან. რუბიოს კი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მუდმივად მკვეთრად ანტიკომუნისტური პოზიცია ჰქონდა კუბის მთავრობის მიმართ. Cuba is a disaster. It's run by incompetent, senile men and in some cases not senile but incompetent nonetheless. ამ განწყობებს იზიარებს კუბელ-ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით ფლორიდაში. კუბელი აქტივისტები ტრამპს ღიადაც კი მოუწოდებენ რეჟიმის შეცვლისაკენ ჰავანაში. ამიტომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაასრულებს კომუნიზმს კუბაში, რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო გაამყარებს კუბელ-ამერიკელების მხარდაჭერას. მესამე, არსებობს სპეკულაციებიც, რომ ტრამპს კუბასთან დაკავშირებით პირადი დეველოპერული ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეს. კუბა არ არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, თუმცა მას აქვს უნიკალური ბუნება და ტურიზმის უზარმაზარი პოტენციალი. წარსულში ტრამპი ღიად გამოხატავდა ინტერესს, რომ კუბაზე აეშენებინა სასტუმროები, გოლფის მოედნები და სანატორიუმები და დღესაც არსებობს ვარაუდები, რომ კუბაში პროამერიკული ხელისუფლების არსებობა მის ბიზნეს იმპერიას გაფართოების შესაძლებლობას მისცემდა. და კიდევ ერთი მიზეზი. შეიძლება კუბას არ აქვს ნავთობი, მაგრამ მას აქვს მეტალები. კუბა მსოფლიოს ათეულში შედის ნიკელის წარმოებით, რასაც ექსპორტზე აგზავნის ძირითადად ჩინეთში, ვენესუელაში, კანადაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. ნიკელი კი კრიტიკული ელემენტია, განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და თავდაცვის ტექნოლოგიის წარმოებაში, რომლის დიდი მარაგებით შეერთებულ შტატებს არ აქვს. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.